საქართველოში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის მიზანი რეგიონში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირჩმეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ამერიკული მხარის შეკითხვები ქართული ოცნების მიერ გუშინ დაინიცირებულ მორიგ შემზღუდავ ცვლილებებსაც ეხებოდა. ჯაფარიძემ ივარაუდა, რომ ოცნებამ ახალი რეგულაციების მიღების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამტყვია. ჯაფარიძის თქმით, დელეგაციის წევრებს ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, თუმცა იყო დეტალები, რომლის შესახებაც ოპოზიციამ დამატებითი ცნობები მიაწოდა. ორი ქვეყანა არის ახლა ვენესუელა და სირია, სადაც შესაძლებელია მუშაობა და ამერიკის დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ და უკან წაიღონ აფხაზეთის ცხინვალის რეგიონის აღიარება, ამიტომ ერთი საკითხი მნიშვნელოვანი იყო და მეორე იყო ზოგადად საკითხები დაკავშირებული საქართველოში დემოკრატიის უფლასთან, ადამიანის უფლებებთან, ზოგადად რა სიტუაცია, მათ შორის ხადია პირველი კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ რაღაც ახალ რეგულაციებსაც, რომელიც ჩემი აზრით სპეციალურად დაამტყიეს ამ კონგრესის ამ დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და რა პრობლემები შეიძლება ამან შეგვიქმნას უკვე პოლიტიკურ მოთამაშეებს, ისე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ხო, რა ვიცი, ინფორმაცია ყველაფერზე ქონათ, უბრალოდ რაღაც დეტალები იყო, რომელზეც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დამატებით, იქიდან გამომდინარე ხდება ქვეყანაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ ამერიკის საელჩომ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. როგორც საელჩომ დაწერა, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებოდნენ. პირველი შეხვედრა გუშინვე გაიმართა. დელეგაციის წევრები 28 იანვარს ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ლევან ჟორჟოლიანს და ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შეეხებოდა.